ელინარმანიას გავკარ ჯოს! სამჯერ მოგებული არჩევნები და 4 წელი ხელისუფლებაში. დღეს არჩევანი ეთერს ქართულ ოცნებას უთმობს. ქართულმა ოცნებამ ხალხს მისცა თავისუფლება. ჩვენ ერთად შემოვამრულეთ ქვეყანა პროგრესისკენ. ახლა ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება. რას გვპირდება მართველი პარტია ხელისუფლების შენარჩუნების შემთხვევაში? ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიქცეს. გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები, კიდევ უფრო სწრაფად აღმოძრავოთ ჩვენი ეკონომიკა. და რა შეასრულა იმ დაპირებებიდან, რომელიც 4 წლის წინ გასცა. გაჩნდება ათეულობით 1000 სამუშაო ადგილი. შევამცირებთ კომუნალურ გადასახადებს. ჩვენ ყველანაირ სულსა და ღვაწლს წერტის დაუსვამ. დაწუნიკება აზრისა და სიტყვის თავისუფლება. არავის მიცემთ უფლებას, რომ ჩვენი სამშობლო დაახოს და დააკუცმაცოს. შეიძლება მართლაც ევროპას გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. აღორძინება იწყება, მეორე იქნება კიდევ უფრო კარგი, მესამე კიდევ უფრო კარგი და მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. დადგა თუ არა მეოთხე საუკეთესო წელიწადი. 4 წელიწადში ვერც მოხერხდებოდა თეორიულადაც კი რომ მოსახლეობის უმრავლესობას პირობები გაუმჯობესებოდა, ეს თავშივე გასაგები იყო. ის რომ მოვიდა ივანიშვილი და ელოდნენ რომ ყველა მიიღებს ყველაფერს, ეს იყო გადაჭარბებული. და არის მთავარი რაც ოცნების 4 წლიანი მმართველობისგან დაგვამახსოვრდა. ქართული ოცნების მთავარი დაპირება, რომ ქართული ოცნება ფერზე დაახანებდა სოფელს აღმოჩნდა ტყუილი. უასწრეს რომ ეკონომიკას მიეღო ინსულტი, სოციალურ პოლიტიკას ინფარქტი, პოლიტიკას კოლაფსი. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, ხელისუფლება იმართება კულუარებიდან. რა პასუხი აქვს მთავრობას გაუფასურებულ ლარზე, ოჯახის ბიუჯეტებს ურტყავს. გაზრდილ ფასებზე, რო შეხვალ მაღაზიაში უკან გამორდიხარ. გამოუძიებელ საქმეებზე, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ფარული კადრებით შანტაჟზე. დღეს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროები დამემუქრეთ. ჩვენზე თვალთვალი ნამდვილად ამ ხელისუფლების პირობებში ხორციელდება და თქვენი ხელისუფლებისგან გამოგზავნილი პირი მეუბნებოდა რომ ჩემზე არის გადაღებული რაღაცეები, რასაც ხვალვე ამტვირთავთ YouTube-ზე თუ შენ არ გაიწევი რუსთავიორიდან. რა მიზანი მაქვს ეწოდა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათი ფარულ თვალთვალში. 21 საუკუნის ტექნოლოგიების სამყაროში ეს არ არის რთულად გამოსაძიებელი დანაშაული. უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე. ეს არის მართლაც მორალური ტერორი. ეს არის პირდაპირი შანტაჟი. ეს არის შეთქმულება ამ ქვეყნის საზოგადოების წინააღმდეგ. ეს არის შეტევა პროდასავლურ ძალებზე. სასამართლოს ხელში ჩასაგდებად ღამით მიღებულ კანონებზე. ყველაფერი კეთდება ღამით. ხვალ თქვენი კიდათ მიუტანოთ ბიძინა ივანიშვილს. ღამე რატო აკეთებ? ვერ გავიგე ყაჩაღობა არის, ქურდობა. გადადებულ ვიზა ლიბერალიზაციაზე. საქართველოს უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა მიეღო. აგერ გახედეთ და ქვეყნის შუაგულში მცოცავ ოკუპაციაზე. 80 წელიწადი საქართველოს ეზევი იყო და ეხლა უკეთ გახდა. ქართული ოცნების პარტიული პრეზენტაცია და პასუხები რუსთავიორის ჟურნალისტების შეკითხვებზე. აქ რუსთავიორზე არჩევანში.